მოიცა ხო წავალ ცოტა ხანში პრობლემა. აი მოიცა და წავალ. აი ცოტა ხანი ვიქნებ. დავიწყებ ხო დავიწყებ რა იყო რა დაგემართაში. კაი მომისმენ მივალ ცოტა ხანი და დავბრუნდები მომენატრები. მიხდით ხო? შევრიგდით რა? იმ დღეს დამირეკა შეხვედრა მთხოვა, ნუ შეხვდი ხო გესმით ხა. ყვავილები მაჩუქა შემირიგდიო ვეხვეწე. კი არა და მეხვეწა. ყველაფრისთვის პატიება მთხოვა, იტირა, მიმიტირა. ეს ადამიანი ვარ რა, ქვის გული ხო არა მაქვს მართლა და შევურიგდი. როგორ არ აინტერესებთ, აინტერესებთ კი? ხო გაინტერესებთ მეგობრებო. ხო იმდენი ადამიანი მწერდა და გულშემატკივრობდა რომ რას ქვია არ აინტერესებთ. ბიჭო ვიწყებ ხო რა იყო რა შემჭამე შენ ვერ გავიგე. всё ვიწყებ. მოგესალმებით მეგობრებო ეთერშია უკვე ყველასთვის საყვარელი შოუ მთავარი გოგუები, რომელსაც მუსიკალურად აფორმებს გოგუების ბენდი სკარლეტი. ყველა გოგო ელოდება თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს. ვიღაცასთან მოდის და ბედნიერები არიან, ვიღაცასთან კი მოდის და ცოცხალი თავით ცხენიდან არ ჩამოდის. მაგუმადურს გათახსირებულს მაგარაკაც კრავეთი რა უნდა კიდე ან მე რატო შემიყვარდა ეგეთი დაუნახავი არაკაცი არა ადამიანი და გარეწარი კრავეთი რა და მაგას იცი როგორი ცოლი უნდა სიტყვას რომ არაპატიებს სულს რომ გამოუჭავს და ტვინს რომ გაულაყებს აი მასეთი სჭირდება მაგას კრავეთი ავდგები ახლა დავშორდები და ჯანდაბამდე გზაქონია არაკაცებთან მე საერთო არაფერი არ მინდა მაგრამ მე საერთოდ რო ვერ გავთხოვდე რა ვქნა კრავეთი რვაჯერ მიღალატა რვაჯერ მეგავუგე არიზი უნდოდა ბილეთი აბუღე ლომბარდში რაცედო მე გამომუტანე ძოლები მოსწონდა ხრიდოლი ვისწავლე
არსებობს სტერეოტიპი, რომ ოჯახში მთავარი კაცია, მაგრამ არსებობენ გოგოები, რომლებიც ამ სტერეოტიპს ისე ანგრევენ, რომ ოჯახს არ ანგრევენ. აუ ძალიან მომენატრე რომ ისე მოდი ძალიან გამახარეთ რომ მოხვედი. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ? კარგად ძალიან. დიარ მომენატრეთ, აი ძალიან. ჩემი ქმარია რა უნდა. გისმენ? ძვირფასო? ბიჭებმა დამირეკეს, ჩამოდი ეზოში თევზი და ლუდი გვაქვს. უნდა დალიო? არა, ჩემო ცხოვრება არ დავლებ. კაი, ჩადი ჭამე და ამოდი ისევ. ესე იგი, ხო ხედავთ რა, უჩემოთ ერთ ნაბიჯს არ დგამს პროსტა. კაი რა. რა მაგარია. ეგ რა არის გოგო? ჩემი ქმარი საერთოდ ყველაფერს მყიდულობს. მეც ყველაფერს მყიდულობს. ხო, მაგრამ ჩემი ქმარი მართლა ყველაფერს მყიდულობს. და როგორ ისი რომ ვარჩევ, ანუ ეს მომწოს თუ არ მომწოს, ანუ რომელიც მომწოს დავიტოვო, რომელიც არა ვყრი ეგრე. ეხლა ნახეთ. ნიკა ნამცხვარი მოიტანე. დიკა სახშია? ვაუ, ოი, გამარჯობა. როგორ ახარ? ხო, მაგრამ გეხოცები. ნამცხვარი მოიტანა, რა არის ამაში გასაკვირი? ხო, რა ვიცი, ჩვეულებრივი თემაა. ის რომ ნამცხვარი საერთოდ არ მქონდა სახლში. აი, რანაირად ახერხებ გეხვეწები ამ ყველაფერს? გოგო, ჩემი ქმარი ისე მყავს გაწვრთნილი, ეს რა არის მართლა რა. ერთი თოლის დაბრიალება და ეგრევე ყველაფერს აკეთებს. მართლა, აი ჩვენ ახლა მაგ პროცესში ვართ, რომ რაღაცა ვაჩვევ ამ თვალების ბრილს. მოიცა ახლა. ნიკა, მოდი. ნიკა. ნიკა. მე მაკოცე თქვი, მე ანუ ეხლა წავდები და რაღაცები ფერვე არ იცი. აი, არა უშავს, მე რა მაგასაც მალე მიეჩვევა, ხო, ნიკა? მიეჩვევი კი. ხო, კაი, წადი ეხლა, ოღონდ აქვე იყავი, როგორც კი დაგიძახებ, არ მალოდინო იცოდე. მიდი. მალოდინო? გალოდინებს ხოლმე? კაი, მართლა გალოდინე? აი რა, ჩემი ქმარი აი სახელს როგორც კი ვახსენებ, ეგრევე ჩემთან მოდის. მოდინი. შენ სახელს ახსენებ და მე სახელის პირველ ასოს როგორც კი დავიძახებ, მორბის. აი მე მართლა? ია. ხოსაყვარელი. რა საკეთებდი? აი მიცემი მტკივა ცოტა და წამალს ვეძებდი უნდა დამელია. არ დალიო. კაი, გოგო, რა გჭირს? ამი როგორი გაწვრთნილი ყავს მართლა? მოხედავთ. კაი გოგო, ხო არ გადავებ, როგორ მიაღწია ამ შედეგს, ჩემ თავს გაფიცებ? შრომა, თავდადება და სიყვარული. კაი რა, ანუ სიყვარულით მეც მიყვარს და შრომა და თავდადება კიდე საერთოდ არ მეზარება და იქნებ მეც გამომივიდეს. რამე არა? ნიკა, შენი ტელეფონი რეკავს. ვიცი ხო? ნუ ხო, კაი, უპასუხე, დღეს კარგად იქცეოდი. ხო საყვარელო. ხო ჩემო ცხოვრება. კარგი, როცა მეტყვი, მაშინ მოვალ შენთან. ვიცი, რომ ჭექაქუხილის გეშინია და მოვალ და შენთან დავრჩები. კარგი ჩემო ცხოვრება, კარგი. კაი. დედიკო იყო. აუ, კაი. დედა ჩემია. დედა შენი. დედა შენი? აუ, ხედავ, ანუ რამ როგორი ურთიერთობა აქვს? ხო სიდეს და სიდერს ერთმანეთში. აუ, სასწაულია, მე ეხლა ვმუშაობ მაგალითად ამათი ურთიერთობის გაღვივებაზე. აუ, ძალიან კარგი. აუ გოგოებ, რა ვიფიქრე იცი? ისე შენ ამას მარტო ტოვებ ხოლმე სახში? ნუ ხან და ხან, ხო რა. ხო და გავიდეთ სადმე რა. აუ, მართალია, წავიდე. წამო რა. გავიდეთ? ხო, რა ცოტა ხანი გავიდეთ რა. კაი, ხო, გავიდეთ პრინციპში რა. წამო. კაი რა. მოდი, თქვენ გადით და მე დაგეწევით რა. კაი, მიდი, ოღონდ მალე რა. ამას ჩემს დაბრუნებამდე რა უნდა გააკეთო? კაი, ხო, მიდი, ოღონდ არ დააგვიანო. მიდი, კოცი. ელოდები. კაი. საყვარელო. საყვარელო კი არა, აი ისე პროფესიონალურად ვითამაშე, მარტო იმ ჩექმაზე უარის თქმა არ იქნება საკმარისი.
აუ, კაი, ჩანთაზეც უარს ვიტყვი, ხუნ გთხოვ, თუ გიყვარვარ, ჩემ დაქაებთან ერთად გამიშვი ცოტა ხანი კაფე, გთხოვ. აი, ხო, წადი, ხო, ოღონდ 9 საათზე იყავი სახლში. ბიჭები მოვლენათ, ფეხბურთს უნდა უყუროთ. მოხვალ. ჯერ ესე ღიმილიანი სახით ჩვენ მოგვაქცევ ყურადღებას და მე წახვალ დედაშენთან, ხო, რაღაც ჭექაქუხილის ეშინია თუ რაღაცა, არ ვიცი, რა მოგხდა რა. ხო და წახვალ მე დედაშენთან, თუ აქ არ მოვიდეს, აქ არ ჩამომიჯდეს. როგორც იცის ხოლმე რა? კაიგე? ხო და წადი ხა და დროულად მოდი სახე. კაი, ჩემო სიყვარულო, შენ როგორც მიბრძანებ, ყველაფერს იმას ისე გავაკეთებ. კარგი, მადლობა, მიყვარხარ, ძალიან მოდი. რამდენი დიეტოლოგიც არსებობს, იმდენი ნერვები მეშლება. იმიტომ რომ გოგოები ისედაც ლამაზები ხართ და ირწმუნეთ საკუთარი თავის. ისედაც ჩვენიერები ხართ, ნაზები, ფერადები. აი, არ ვიცი რა. მოგძანდით. გამარჯობა ექიმო, შეიძლება? გამარჯობა, დაბძანდით. აბა რამ შეგაწუხათ? წონამ. წონის დეფიციტი გაქვთ? ვაიმე, დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ აი რაღაც ჭარბი წონა მაწუხებს, იცით და რამოდენიმე კილოგრამი მინდა რომ ჩამოვიშორო ექიმო. დარწმუნებული ხართ? დიახ, იცით, ძალიან ბევრი რამ ვცადე. აი მაგალითად, სიბრძნის კბილები ამოვიღე, ეგ ჩემი 30 გრამი. თმაც შევიჭერი ეგ 50 გრამი და ფრჩხილებით დავიჭერი 120 გრამი. 120? დიახ, იცით, გელაქი მქონდა და. კარგით. ამჟამად რამდენ კილოგრამს იწონით? დედი შობილა 42 კილოგრამს. მაგრამ ექიმო, რა კარგ ფორმაში ვიყავი, იცით? როდის? აი რომ დავიბადე 2900 ვიყავი. აი მე რა კარგი დრო იყო. იცით, ეხლაც ძალიან კარგი დროა და უნდა მიიღოთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ. მეც ფიზიკურად ვერ დაიკლებთ. ვაიმე, რატო? არა და მე რაღაც დიეტა ვცადე. 10 კილოგრამი დავიკელი 7 დღეში. ბრალდებულის დიეტა დავარქვი. ბრალდებულის დიეტა და რას მოიცავს ეს დიეტა? იცით, სარგებლობ უჭმელობის უფლებით. აჰა, და რითი არსებობთ? იცით, ბრალდებულის დიეტა განსაზღვრულია ყველაფერი. ყოველ დღე შუა დღისკენ გავდივარ სასეირნოდ და სუფთა ჰაერიდან ვიღებ მინერალებს და ასე ვიკვებები. და იცით, კიდევ ერთი პუნქტი არის ამ დიეტაში, თავის გადაპარსვა. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვრისკავ, იცით, არ ვიცი მომიხდება თუ არა. რატომღაც? გამარჯობა, ექიმო. გამარჯობა? იცით, დიდი ხანია აქ ვარ, არ მინდოდა ხელი შემეშალა და დაგელოდოთ. თქვენ ხვალ არ უნდა მოსულიყავით? ვაიმე, ამერია ალბათ. კარგით, მაშინ ხვალ მოვალ. კარგით, ხვალ მოდით. ვაიმე, ექიმო, რა კარგ ფორმაში იყო. აი ზუსტად ესე მინდა რომ აღარ ჩამდე. ვაიმე, მოდი აკწონით ახლა და ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს. ვაიმე, არა, იცით, მე ჩემი სასწორით ვარ მოსული. აი ამით შეიძლება. არა, მოდი ჩადეთ ეგ სასწორი. არ გინდათ? იცით, მოდი შევთანხმდეთ, რომ და პირდაპირ გეტყვით, რომ მე ვეღარ დაგეხმარებთ. ვაიმე, რატო? იმიტომ რომ ჩემი საქმეა ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების კონტროლი და თქვენს ორგანიზმში აღარც ცილა, აღარც ცხიმი და აღარც ნახშირწყალი. აბა რა გავაკეთო? ვაიმე, აბა ვის მივმართო, მე ვერ გავიგე. არქეოლოგს. არქეოლოგს? მარტო ჩონჩხებს ეგენი სწავლობენ. აი, ექიმო, იცით რა ვიფიქრე? აი ამ დიეტას თავი ხო არ დავანებო და ხასიათი ხო არ გამოვისწორო თქო. ხასიათი რა შუაშია? ვაიმე, იცით, ყველა მეუბნება, რომ ძალიან მძიმე ხასიათი გაქვსო და ეს წონაზე ხო მოქმედებს არა? ხო, მოდით, უნდა დაგემშვიდობოთ ახლა მე თქვენ. იცით, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. თან თქვენი გადამკიდე უკვე 1 საათის წინ მქონდა შესვენება და ჭამაც ვერ მოვახერხე. ნახვამდის. კარგით, დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ვაიმე, ექიმო, რა ვიფიქრე, იცით? ადამიანის ორგანიზმში ხო არის 5 ლიტრის სისხლი და 5-ვე აუცილებელია. აი 2 რომ დავიტოვო.
თქვენ არ წახვედით? ვიცით, მგონი სენსორია გაფუჭებული, ვერ გავედი ფიზიკურად. ექიმო, არ მინდოდა ხელი შემეშალა და ვერც მე გავედი. ვაიმე, თქვენ რა კარგ ფორმაში ხართ. აი ახლა რო არ მასწავლოთ ამ მდგომარეობას როგორ მიაღწიეთ, აქედან ფეხს არ მოვიცლი. აუცილებლად გასწავლით. მადლობა. გოგოებო, ვერ გადიხართ ხო? სენსორი გაფუჭდა? სენსორი კი არ გაფუჭდა, უბრალოდ ვერ აღგიქვამთ ეს კარის სენსორი. დიახ. გადით ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა. წამობრძანდით მე კაფეში დაგპატიშებთ თქვენ. აი, მე საერთოდ უნდა მოვხსნა ეს კარი რა. თუ თქვენს მეორე ნახევართან ხშირად ჩხუბობთ, მე გასწავლით როგორ აიცილოთ ეს თავიდან. აირჩიეთ სადავო თემები, რაზეც საერთოდ არ ილაპარაკებთ. ოღონდ მთავარია ამ თემების არჩევის დროსაც არ იჩხუბოთ. დილა მშვიდობისა. გაგიმარჯოს ჩემო ლამაზო. ეს გაგიმარჯოს რა იყო, რამე ახალია? რა არის რა, მოგესალმე უბრალოდ რა არის. არა, კი, ჩემო სიყვარულო, მომესალმე, მაგრამ ანუ მე აი ეს შემოვიდი, რომ დილა მშვიდობის, ანუ შენც ხო შეგეძლო რომ რაღაც ესეთი გეთქვა, ანუ ხო, მაგრამ ანუ გაგიმარჯოსში რა არის, ცუდი, ანუ ვერ ხვდები, გათენდა დილა, შემოხვედი რაღაცა ძვირფას როგორ ახარ გაგიმარჯოს რა, ანუ რა ცუდია რამე? ხო, კაი, ნუ არ გვინდა რაღაცა ეხლა უაზრად ჩხობ. ეხლა მიხარი ყავა გინდა თუ ჩაი? არიცი? ანუ მე ვიცი, მაგრამ ერთხელ მაინც ხო შეგიძლია ცხოვრებაში მითხრა შენ რომელი გინდა, ანუ რთულს ვითხოვ რამეს. კაი, მომისმინე არ გვინდა ეხლა დილიდან ჩხუბი, შენ ეტყობა უკვე რომ შენ რაღაცა ესა გაქვს, გადაწყვეტილი რომ რაღაცა იჩხუბო და შენებური გაქვს გახსნილი, არ გინდა იჯექი აქ, მე თვითონ მოვიზადებ ყავასაც და ჩაისას და რაც მინდა ყველაფერს. ხო? არ გვინდა უბრალოდ ჩხუბი. კაი. ავისა რა მაგარია რა? დღეს კვირა დღეა. საქმე არაფერი გვაქვს, სამსახურში არ მივდივარ. კი, კარგია. გარეთ არაჩვეულებრივი ამინდია, ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. კი ბატონო. მაგრამ ჩვენ სახლიდან ცხვირი არ უნდა გავყოთ, აი ესე უაზროდ უნდა ვიჯდეთ. და კვირა დღეს რო სახლში ვიყო, დაღლილ დაქანცულზე რო სახლში გავატარო კვირა დღე, არ შეიძლება? არა, კი, მაინც ხო ისე ხდება ყოველთვის, რა თქმა უნდა, როგორც შეიტყვი და ეხლაც ეგრე იქნება. უბრალოდ, ჩემო სიყვარულო, იცი რა მაინტერესებს, ანუ ბოლოს გახსოვს საერთოდ სად ვიყავით ერთად? აი არ მინდა რომ ვიჩხუბოთ. მე ხვდი, აი არ მინდა რომ ვიჩხუბოთ. ყოველ დღე ერთი და იგივე თემაზე, მით უმეტეს ერთი და იგივე თემაზე გვიწევს ყოველთვის ჩხუბი. და ძალიან გთხოვ, არ მინდა. მესმის ხო, მესმის, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ყოველ დღე არ მინდა ვიჩხუბოთ, აი რაღაცა სადმე წასვლაზე და ჩაიზე. და ყოველ დღე ერთი და იგივე რაღაცაზე ჩხუბი. ანუ არ მოგბეზრდა შენ? შენ მოგბეზრდა? ხო. ხო. ანუ შენ მოგბეზრდა, ხო? ანუ მე იმდენად მოგბეზრდი, რომ ჩემთან ჩხუბიც აღარ გინდა უკვე. ხო, კაი, ჩახეცი. არა, მომისმინე შენ კი არ მომბეზრდი. მომბეზრდა უბრალოდ ერთი და იგივეზე რაღაცაზე ჩხუბი. ხვდები? ანუ ყოველ დღე მაგალითად იმაზე ჩხუბი, რომ აი სადმე წასვლაზე და იმაზე ჩაიზე. ხო, კაი, მართალი ხარ ისე, მეც რაღაცა ვერ ვარ ცოტა. აუ, მოვიფიქრე. მოდი ახლა ისეთ თემაზე ვისაუბროთ, აი რაზეც არ ვიჩხუბებთ რა. და რა არის ეგეთ თემა? აი მაგალითად ბავშვობა. ბავშვობა. შენ ბავშვობაზე ვისაუბრებ. ბავშვობა, კაი. ბავშვობა. ბავშვობა, მაგარია. ძალიან მაგარია ბავშვობა, ყველაზე კაი პერიოდი. ძალიან ბევრი თავგადასავალი, გიჟობა, სოფელი, აუ, ძალიან. აი მე ძალიან მაგარი ბავშვობა მქონდა. ესეთი აი ლაღი მთელი დღე აი რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი, როცა მინდა მივდიოდი სახლში, როცა მინდა გამოვდიოდი, აი ძალიან ლაღი ვიყავი, ხვდები და რაღაცნაირად ვიყავი. შენ ეხლა ზუსტად ეგრე ხარ, ანუ შენთვის არაფერი არ შეცვლილა. ჩემთვის არ შეცვლილა არაფერი, შენ არ იცი როგორი ბავშვობა მქონდა. მე დღეს რო წელებზე ფეხს ვიდგამ და ყოველ დღე მუშაობ, კვირა დღეს გარდა, ბავშვობაში ეგრე არ ვიყავი. ბავშვობაში როგორ ვიყავი, იცი? რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და ჩემს საყვარელ თამაშს ფეხბურთს თამაშობდი ბოლო-ბოლო ყოველ დღე. და ეხლა რას აკეთებ ხოლმე საღამოობით? ანუ ესე რომ მოდიხარ სახლში 8 საათზე რო ჩართავ PlayStation-ს და სანამ მე არ გამოვთავ, მანამდე ფეხბურთს არ თამაშობ? არ მინდა ბავშვობაზე ლაპარაკი.
არც ჩაიზე და არც სადმე წასვლაზე. ხო. არ გვინდა. არა. და საერთოდ მე მოვიფიქრე რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვეჩხუბოთ. წიგნი წავიკითხოთ. აუ, ვინიკოს ხო, ახლა. აი მეჯობია, წიგნი წავიკითხო, შენს წაიკითხო, მე წავიკითხო, ხმას არ ამოვიღებ, არ ვიცი. კი, მართალი ხარ. რა წიგნი წავიკითხოთ? რა რომელიც გინდა. ხო, დაარჩი აი რა რომელი წიგნი წავიკითხოთ მაგალითად. ხო, და მე ხო იდეა მოვიფიქრე. ხო. და ეხა შენ შეავსე იდეა. მიხვდი, ანუ მომეხმარე რაღაცაში. ანუ რაღაცაში მოგეხმარ, ანუ მე არაფერს არ ვაკეთებ ჩვენი ურთიერთობისთვის. არა, უყურე მე ხო მოვიფიქრე რაღაც. აი, რომ რაღაცა პრობლემა გადავჭრათ, მიხვდი? და შენ მომეხმარე ეხა. მომეხმარე, რომ ისე გამოვიდეს, რომ გამზადდეს უკვე. ვაიმე, პროსტ აი ძალიან ნერვები მეშლება მართლა ოღონდ რა. იმდენად უსამართლოდ მეკცევი, რომ აი არ ვიცი, ერთი იდეა მოიფიქრა და გადამჭამს ეხა რა. კაი, არ გვინდა, არა, არც წიგზე არ გვინდა საუბარი, არც წიგზე გვინდა, არც ჩაიზე, არც სადმე წასვლაზე არ გვინდა. არაფერზე. არა. მოდი იცი რა ვქნათ? აი ესე ვიყოთ რა. შენთვის იყავი, მე ჩემთვის ვიქნები, კარგი? კი ბატონო. ბედნიერად, ხო ჩემო ჩუ გავჩუმდეთ ორი. საუკეთესო ვარიანტია. ყოჩახ. კარგია, ძალიან კარგი. და ცაფირუზე ლურჯი ფერია. მესა, როგორ თქვი ხა? და ცაფირუზე ლურჯი ფერია. არ არის ეგ ეგრე. ანუ ცაფირუზე ლურჯი ფერი არა? არა. ცაფირუზე ლურჯი ფერი აქვს, აი ეგრე. ანუ ეხლა ერთი ასობგერის გამო გინდა რომ აი აქ ატეხო ერთი რა თქმა უნდა, ლექსში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ ასოს ხვდები? ლექსის, ანუ შინაარსი ხო ერთ და იგივეა, დაცი. შინაარსი, სილამაზე რა არის ლექსის, აბა? ხვდები, ანუ ნებისმიერ ასოს ცაფირუზე ლურჯი ფერია. შინაარსი რა შუაშია, მე გეუბნები რომ სიმართლე არის ცას ანუ ცაფირუზე კაი, აღარ გვინდა, არ შოუ ბიზნესი გვინდა, აღარც ჩაიზე გვინდა ლაპარაკი, აღარც ბავშვობაზე და აღარც ჭამაზე რა. ჭამაზე გამახსენდა ესე, ხო არ გვეჭამა რამე? რა მაგარი იდეაა მართლა. თან იცი როგორ არის ჭამის დროს ხელი დაკავებული გაქვს, პირი დაკავებული გაქვს, რა თქმა უნდა არ ჩხუბობ, ხვდები? ჭამოთ რა. ძალიან ჭკვიანი ხარ. მოდი ახლა სპაგეტი გამოვიძახო თუ რამე მე მოვამზადო, კემრიელობა? რა, სულ ერთია, რომელიც გინდა. ანუ რომელიც გინდა რა პასუხია ვები. ყველა მძარცველი ბანკს არ ძარცვავს, იმიტომ რომ ფული ყველასთვის არ არის მთავარი ცხოვრებაში. ხელები მაღლა დროზე ისე რომ ხედავდა ეს ძარცვა. ძარცვა ვაიმე დამშვიდით დაწყნარდით. ხელში მიჭირავს ბაზრობაზე ნაყიდი 7 ლარიანი სუნამო და იცოდე თუ არ დამემორჩილები ჰაერში გავაფრქვევ. ვაიმე ოღონდ ეგარ გააკეთო რა ესაც მე თუ ყველაფერს შეგისრულებთ. ვაიმე ოღონდ ეგარ გააკეთოთ რა. სუნამოები მინდა დროზე. კი ბატონო, რომელი კონკრეტულად? რომელი გაქვთ? ყველაფერი კარგი გვაქვს ჩვენ. როგორი სუნი გქნებათ, მძაფრი? აუ, მძაფრის სუნით არ მინდა, იცი? რაღაცა გრილი საზაფხულო სუნით მინდა რა, თუ გაქვთ. გაიგე? დიახ, გავიგე, ახლავე შეგირჩევთ რამეს. და რა ფასში? რა ფასი, გოგო, ძერცვა მეთქი. კი ბატონო, ახლავე ჩაგდეთ. დროზე. ვაიმე. რა გააკეთე, გოგო? იცით, წიწაკის სპრეი არ გქონდა და მიცერალური წყალი შეგასხით. ვაიმე, როგორ დამიტენია ნაკანი? რაღაცა. ვაიმე, ძალიან მომეწონა. ხო და სუნამოებს რო ჩაყრი. ეგენიც დაამატე, ხო გაიგე, გოგო? კი ბატონო, აი ახლავე. იცით რა მაინტერესებს? ეს სუნამოები ესე ჩაყარო პირდაპირ თუ სასაჩუქრეთ შეგიფუთოთ? ვაიმე, ნინის ხო არ ვაჩუქო? მარა არა, ჩაყარე პირდაპირ. კი ბატონო. და მე რო არ დამავიწყდეს, აქვე გეტყვით, რომ თქვენს მიერ გატაცებულ ყველა სუნამოს საჩუქრად მოყვება პატარა ტესტერები. თუ დამელოდებით ჩაგიყრით. ტესტერები? პატარები. დაგელოდები, აბა, რას ვისა, გოგო, დროზე. აი ახლავე. იცით რა მაინტერესებს კიდე ჩვენი ბარათი გაქვთ გახსნილი? არა? გაგიხსნით. მითხარით თქვენი მისამართი, საკონტაქტო ნომერი, სახელი, გვარი და ჩავწერა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, ალყაში ხართ. ეს ხელები თავზე დაიდეთ და გამოდით. ვის უთხრა ეს? მე მგონი თქვენ. არ გამოვალ. კარგად დაფიქრდი, იცოდე.
გიღირთ ცხოვრების დანგრევა რაღაც სუნამოების გამო? რაღაც სუნამო. ოხის კაცები რა, რაღაც სუნამო. 2500 ლარიანს სუნამოს, რომელსაც ჩემი 230 ლარიანი ხელფასით ვერ ასდრო შევიძე. რაღაც სუნამო უწოდა. აუ არა და რა კაი სუნია ქარა? აი მე კამერები რომ არ იყოს, მეც მოვიპარავდე, მაგრამ რა თქმა. აუ ხო. სტოპ. გადაღებულია, კარგი. რა დიალოგები გამიმართეთ აქ? ეგ ეწერათ სცენარში? აუ მართლა კარგი სუნი აქვს, აი ნახეთ. რა საკეთებ, გაჩერდი. ხო კაი სუნი აქვს. რეკვიზიტები დააბრუნეთ თავის ადგილას და გაათავისუფლეთ გადასაღები მოედანი. დროზე მიდი. რა რეკვიზიტები დავაბრუნო? აი ის რეკვიზიტები იმ ჩანთაში რაც გილაგია დააბრუნეთ და აქედან გაათავისუფლეთ. სუნამოების garaში მე არსად არ წავალ. არსად არ წავა და არც მე წავალ არსად. რას ნიშნავს არ წახვალ დააბრუნეთ მეთქი ხა თავის ადგილას და გაათავისუფლეთ გადასაღები მოედანი დროზე. აუ ხელში ეხლა მიჭირავს ბაზრობაზე ნაყიდი 7 ლარიანი სუნამო და ხელს თუ შემიშლი იცოდე ჰაერში გავაფრქვევ ხო დაცვა სად არის დაცვა იმისათვის რომ ფრენაზე არ დაგაგვიანდეს, აეროპორტში რამდენიმე საათით ადრეზე, რამდენიმე საათით ადრე უნდა მიხვიდე. გამარჯობა. ჩემოდანი იქეთ უნდა ჩაგებარებინათ. არა, ჩემოდანი ჩავაბარე უბრალოდ ეს ჩემი ხელჩანთაა. ხელჩანთა. დიახ. კარგით, აქ დადეთ თუ შეიძლება. მან დავდო? კი. კარგით. რაღაცა ხმაა, ხო? დიახ. ციკლიკებს რაღაცა. კი. მოშორდით, ჩემოდანს მოშორდით. გამნახველები მოვიწყდით, სასწრაფოდ მე ერთი წუთი ქალბატონო უკაცრავად, ეს ჩემი საათია, უბრალოდ კედელზე მიკიდია და დაძინების დროს სულ ციკციკებს და სულ მიჩვეული ვარ და ამიტომ გადავწყვიტე რომ წამომეღო თან. გზავრობ. საათს ვერ გაგატანთ, მოდი გახსენით და ამოალაგეთ ყველაფერი, რა თუ შეიძლება. არა, ერთი წუთი ხა მეხუმრებით ხო თქვენ? იმიტომ რომ 2 დღე დაგხვჭირდა მე და ჩემ დაქალს ეს ჩემოდანი რომ ჩაგველაგებინა და თან ერთმანეთს ვერ ნაცვლებოდე ძალიან გთხოვთ ხა ეს ყველაფერი არ ამომალაგებინოთ რა. უნდა ამოალაგოთ სხვანაირად, ვერ გაგიშვებთ, უნდა შეგამოწმოთ. შეიძლება ის საათიც და ყველაფერი. სხვა გზა არ არის კი ბატონო. კარგი, თან ყველაფერი გვაინტერესებს ხო რაც ყველაფერი ამოალაგეთ თუ შეიძლება. კი ბატონო. აი საიდან და დიახ როგორ გითხარით ვერ გაგატანთ. კი ბატონო. უკაცრავად ის ხო, აი რაც გაინტერესებდა თანო ტუჩსაცხი. ბატონო. ესეც ვარდისფერი ტუჩსაცხი. ბატონო. აუ გავგიჟდები ეხლა. ვერ გავფრინდებით გამორიცხულია. ეხლავე დროზე დარეკეს, პილოტთან დარეკეთ და გამოაცხადეს რომ ვერ გავფრინდებით. აუფეთქდები. ეხლავე არა მოიყვანეთ სასწრაფოდ მე-5 გასასვლელთან. არა, ერთი წუთი თან ემოციურად ავფეთქდები თქვენ, იმიტომ რომ დაავიწყდა ჩემ იდიოტ დაქალს რომ ჩაედო ეს მეორე ფერი, ვარდისფერი ტუჩსაცი. კარგით, აღარ გვინდა. ცოტა სიტყვებთან ფრთხილად, ხო? დიახ, უკაცრავად მაპატიეთ. თქვენ საბუთებში გიწერიათ რომ ერთი დღით მიფრინავთ, ხო? დიახ, ერთი დღით მივდივარ. და ერთი დღისთვის ამდენი ტუჩსაცხი და ამხელა ჩემოდანი? ანუ მართალია ერთი დღით მივდივარ, მაგრამ იცით 5 თვის ფოტოები მაქვს გადასაღები, რომ ყოველ დღე ინსტაგრამზე ავტვირთო ხდები. და ამიტომ მაქვს ეს ამტენი, მაგრამ ვერ გაგატანთ და ეს უთორად გინდათ, ანუ სასტუმროში ხო დაგხვდებათ კაცო უთორად. უთო იცით რა ხდება, ანუ სასტუმროში კი აუცილებლად დამხვდება უთო, მაგრამ აი ყოველთვის ნერვიულობ იმაზე, რომ აი უთო ხუ არ რჩება ჩართული, სადმე როცა მივდივარ. მაგალითად, ორჯერ მოვბრუნდი ერთხელ ბათუმიდან და ერთხელ ყაზბეგიდან, იმიტომ რომ მეგონა რომ უთო მქონდა დარჩენილი ჩართული და ამიტომ ეს ყოველთვის თან დამაქვს რომ ის მაინც მეწოდინება რომ ჩართული არ დამრჩება. ვერ გაგატანთ სამწუხაროდ. კარგით რა ძალიან გთხოვთ, ძალიან მჭირდება. არა, ვერ გაგატანთ ნამდვილად რა ები გაქვთ. ხო, ფრთხილად რა ცოტა. ეს რა გინდათ? ვაიმე, აქ რა უნდა და ის ყელტო ჩამაის რავაში. ამას ერთი თვია ჩემი ქმარი ეძებს. აი ხა გაგიჟდება ამას რომ ანუ აქ იყო, ხო? კი, აქ იყო და დარჩება უბრალოდ აქ. ამას წავიღებ. ხო, მე ამდენი რაღაც არ შეიძლება რა. მე შეიძლება ხა ამ ყველაფრით კი გაგიშვათ, მაგრამ დიახ. აი ესპანეთში რომ ჩახვალთ, კონტროლს როგორ გაივლით ამ ყველაფრით? მე მაგაზე ნაფიქრი მაქვს უკვე, არანაირი პრობლემა არ არის. სხვათა შორის ძალიან განსხვავებული რაღაც ჩამაქვს. მათთვის აი ყანწი. მე მგონი გაგიჟდებიან, ისეთ სასწაულნივთია. კი ბატონო, ქალბატონო, მაგრამ ეგ არის თქვენთვის განსხვავებული, თორე ესპანელებისთვის ეგ იქნება უბრალოდ მოკლული ძროხის თავის ნაწილები. კარგით, რა ვითო? ვითომ არა ნამდვილად. ამიტომ ესეც აქ დარჩება და საერთოდ ვერაფერს ვერ გაგატანთ, ყველაფერი დარჩება. კარგით, რა ეს არ შეიძლება? რა ხდება, კაცო? ვერ გაგატანთ. ძალიან გთხოვთ რა იქნებ რაღაცნაირად რომ
ეს კი ჩემი ფეხსაცმელია. რა ლამაზი ფეხსაცმელია. სხვათა შორის ძალიან ნატურალური ტყავია და ძალიან კარგი ბრენდის ფეხსაცმელია. ძალიან ლამაზია. კი, მართლა ძალიან ლამაზია. ესეც ვერ გაგატანთ, არ შეიძლება. არა, ერთი წუთით ფეხსაცმელს რატო ვერ გამატანთ კი, მარა? რა ზომაა მითხარით? 38. მით უმეტეს ვერ გაგატანთ. ანუ 38 ზომის გადატანა არ შეიძლება. არა, ერთი წუთით რაღაც უნდა კითხოთ. ანუ გადატანა არ შეიძლება თუ თქვენ მოგეწონათ და ნუ ეხა როგორც არის. დიახ, გასაგებია. ანუ იცით რა არის, არ შეიძლება რომ მაგალითად, ანუ აი ფეხსაცმლის გადატანა რო აკრძალვაში რო იყოს, ანუ ესე რო გავაკეთოთ და ეს ყველაფერი რო გამატანოთ და ეგ ძვირადღირებული ფეხსაცმელი. ეს კი, თქვენ რომ ძალიან კაი ხარისხია. კარგით, მოკლედ სანამ ვერ ვხედავ ჩა. ო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენმა ორსულმა ცოლმა შოპინგი გადაწყვიტა? დგამთ სამნაბის უკან შეუმჩნევლად, იღებთ სახელფასო ბარათს, ტეხავთ რამდენიმე ნაწილად და სათითაოდ ყლაპავთ. პოსკონიკა. ხო, რას აკეთებ? მუშაობ ძირფას, მე ხო იცი ონლაინზე ვარ გადასული. შეგიძლია ლეპტოპი მათხოვო 5 წუთით? რამე საქმე გაქვს? ხელფასს ჩაგერიცხა? კი, ხელფასი ჩამერიცხა. ესე იგი სასტრაფო საქმე მაქვს. მიიწიე? აი, დაჯექი ოღონ მალექენი, ხო? 5 წუთი იყოს 5 წუთი, იმიტომ რომ დირექტორს უნდა გადაუგზავნო რაღაც საბუთები და მაგით. კი, ხოვე. ხო. რას აკეთებ ახლა რომ მაგისტვის მომასწრე რომ რაღაცები გამოიწერო, ხო? გამოვიწერო არა? გამოვიწეროთ. გონი ჩვენი შვილისთვის ვიწერ ხო რაღაც? კარგი, ხო, გამოვიწეროთ, ოღონ მალე მორჩი, ხო? იმიტომ რომ დირექტორისთვის რაღაცები საბუთები გადასაგზავნი მაქვს და მელოდება. უცებ ვიზავ. ხო. აუ, ნახე აბა, ეს ბოდი მოგწონს. კი, ძალიან კაია, კი. იმიტომ ხوار მეუბნები რომ სწრაფად ავდგე აქედან. არა, რა სისულელე, მართლა მომწონს და მაგიტო კი. კაი ხო. კარგი, მაშინ მოდი ამას ავიღებ 9 თვიდან 10 წლამდე ზომებს, ხო? ეს მაგდენ რა დგინდა? ანუ ვერ ხვდები? ვერა? ანუ რო გამოვიწერ, რა ვიცი მე, რომელი ზომა ექნება კარგად. ყველა ზომას გამოვიწერ და რომელი ვერ გევა. როგორც გინდა, კი ბატონო, კი. შე მორჩი, ანუ გამოიწერე, მორჩა? აუ, პოსკო. ხო. რა ვიფიქრე, იცი? რა? შენი ზომაც ხوار გამოვიწეროთ. ბოდე? ხო, რა იყო, აი მამაზაშვილს ერთნაირები რო აცვიოთ ხოლმე. თქვენ ჩაიცმევთ ბოდეებს და ესე ივლით. ანუ მე უნდა ჩავიცვა ბოდე? აი, არ მინდა ბოდე, რა, ხო. ნუ გეშინია დედიკო. მამიკო ჩაიცვამს. ჩაიცვამს, ხო? ხო, მიდი გამოიწერე, რა ვიცი. მოდი, ამასაც შევუკვეთავ. ხო. ამას. აი ამას, ესეც იყოს და ჯანდაბა ესეც იყოს. ბევრი ხო არ არის. რა ვიცი. მე რა ბევრი, მარტო ესენი შევუკვეთე, ნახე რა. 3 ბოდეა, 2 საწოვარა, 4 პიჟამო. ვაიმე, დედიკო, ჯერ არ დამიმთავრებია. ნახე როგორი ნერვიულა. ხო, 4 ზედა, 7 ქუდი, 11 შარველი, 3 ფეხსაცმელი. აი დავშვიდ და. აი. ამას ეძახი ბე? არა, მე რას ვეძახი, უბრალოდ იმდენი არის, რომ უკვე კალათა შემოგთავაზა გვერდმა, ნახე, აი თვითონ საიტმა. აუ, რას მთავაზობენ ნეტა, აი რა უნდა ვიყიდო, ძალიან მწირი არჩევანი აქვთ რა. 275 გვერდზე ვარ და აი ფაქტობრივად არაფერი არ არის. ხო, არა, არაფერი დაგვრჩა ბავშვი შიშველი რა. მოდი მომეცი, ხო, გეხვეწები და დირექტორს გადაუგზავნე იმ საბუთებს, რაც მაქვს გადაგსაგზავნე. აუ, კაი რა. რა დგინდა ამდენი რამე, დამსვი რა, გეხვეწები რა. აუ, როგორ არ მინდო? აი რა დგინდა ეხა, აი ამდენი შარვალი რა დგინდა მითხარ. აი მე რა გაუგებარია ღმერთო, როგორ არ გვინდა შეხედე. ვთქვათ ბავშვი დაიბადა 2 და 500. ხო. გამოვუწერე აი ეს. ხო. თუ დაიბადა 2 და 800, აი ეს. და 3 და 100 თუ დაიბადა, აი ეს გამოვუწერე რა. და იქნებ 3 და 300 იბადება, ან 3 და 500. ხტები? აუ მართალი ხარ. ეგ კი არ მიფიქრია. მაგასაც დავამატებ. ვის ხარ კვირნიკო, ვის? აუ ნახე რა ჭკვიანები არიან. ვინ?
ესენი საიტი ვისიც არის. აი შეხედე ამდენი რამე რომ ვიყიდე, ისედაც ხო ნერვიულობდი, რომ მეთქი საწავიღო ამდენი რამე თქო და შეხედე რეკლამა საბავშვო ავეჯი. ესე იგი მე მინდა კარადა, თაროები და იყოს საწოლიც. ბავშვის საწოლი ხო გვაქვს? ბავშვის საწოლი გვაქვს. იცი რას გეტყვი? აი ჩემ შვილს ჩვილობიდანვე უნდა ქონდეს არჩევანის თავისუფლება რა. არ უნდა აწუხებდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, იცი? თუ არჩევანის საშუალება არ მივეცით თოთოობიდანვე, ის თავისუფლების ფასს ხო ვერ შეიგრძნობს. ხო და ზუსტად მაგიტო გჭირდება ორი საწოლი. თვითონ აირჩევს რომელში დაიძინოს, გაიგე? კი, გავიგე. შენ ხო არ გაღიზიანებ? არა, რატომ აღიზიანებ? არა, რა თქმა უნდა. აბა ესე მალე რატომ თანხმდები? შენ რა გონია ხარ რომ რამე სარგებლობ ხარ ორსულად ვარ ხო? არა, ძვირფასო რა შუაშია, არაფრით არ სარგებლობ, უბრალოდ მინდა რომ მალე მორჩე გამოწერას, გითხარი რომ დირექტორისთვის რაღაცები მაქვს გადასაგზავნე და ლეპტოპი მჭირდება რა. ბარათი ხო მიბმული გაქვს? ბარათი კი მიბმული მაქვს. კაი. მორჩა. შეუკვეთე. კი, აი, SMS-იც მოვიდა, ჩამომეჭრა მთელთვის ხელფასი, კი ბატონო. უსკო. ხო. რა ვიფიქრე იცი? ხო. აი ახლა ამდენი რამე ხო გამოვიწერე, მაგრამ არ ვიცი რა ხარისხი ჩამოვა, როგორი ზომები და მოლში ხო არ წავიდე და იქ ხო არ ვუყიდო რაღაცეები. რა მოლში, და რაც გამოვიწერეთ იმას რა ვუყიდო? კაი, რა განერვიულებს ვაჩუქებ ვინმეს რა. აუ მიდი ჩაიც და გავა. აი, მოიცა სამუშაო. კაი. აი, გეხვეწები რა, სამუშაო მაქვს, რაღაცეები რა. ადექი. კაი, წავედით. იყოს ხეთქო. მაშასე მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა რომ გვიყურებთ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში.